ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ თითოეული ჩვენგანისთვის უნდა გითხრათ რომ ამ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდი მკვეთრად გაუარესდა და კიდევ მოსალოდნელია გაუარესება თითოეულობის და ზვავის საშიშროების გამო ჩაიკეტა გზები პრაქტიკულად მთელი საქართველოს მიმართულებით იყო შეფერხებები სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტი მარიშკა მამაგეიშვილი სტუმართან ერთად გაგვიზიარებს რჩევებს რა უნდა გავითვალისწინოთ მძღოლებმა შორმანძილზე გადაადგილებისას ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოა და ღირს მოსმენა ნამდვილად ნახოთ არაერთხელ მიგვიწია მაყურებლისთვის სასარგებლო რჩევები უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესების გამო გვინდა რეკომენდაციები გაგიზიაროთ და ჩვენთან ერთად იმყოფება ავტოექსპერტი ზურაბ ბეჟაშვილი, რომელიც უფრო დეტალურად გაგვიზიარებს, როგორ უნდა მოვიქცეთ დიდთოვლობის და ყინვის დროს. მოდით, ჩავსხდეთ მანქანაში და უკვე გადავიდეთ პირველ და მთავარ კითხვაზე. მარიამ პირველი შეხვედი გადავიჭიროთ. პირველი და გავრცელებული კითხვა. რა პერიოდია საჭირო იმისთვის, რომ მანქანა გავახუროთ? ზამთარში, როდესაც ჩვენ ვქოქავთ ავტომობილს, აუცილებელია 1 წუთის განმავლობაში გავათბოთ, ძალიან ცოტა 1 წუთი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში დახომეთზე ბრუნთა რიცხვები ჩამოდის დაბლა და შეგვიძლია გადავიტანოთ დეში ავტომატური კოლოფის შემთხვევაში. და შემდეგ კიდევ 1 წუთი დეში გავაჩეროთ იმისთვის, რომ გათბეს გადაცემათა კოლოფის ზეთი. ზამთრის პერიოდში, როდესაც მანქანას ვაჩერებთ, მითია თუ რეალობა რომ არ შეიძლება ხელის მუხრუჭის გამოყენება. თუ ავტომობილით ბევრი კილომეტრი გავიარეთ და გაცხელდა სარდენი დისკი, შეიძლება უბრალოდ ტენი აიღოს და როდესაც ჩვენ ხელის მუხრუჭს ამოვწევთ ამ სადგომ მუხრუჭს, დილით შეიძლება უკვე ვეღარ ჩავწიოთ, იმიტომ რომ ის მიეწეპოს, ანუ გაიყინოს. ყველა პროფესიონალი ეძებს სწორ ადგილს, რომ დააპარკინგოს უბრალოდ და ხელის მუხრუჭი არ გამოიყენოს. იმიტომ რომ ძალიან ძლიერ ყინვაში შეიძლება უბრალოდ მიეყინოს ხუნდები, სარდენ დისკს და ვერ მოხდეს ამის სანამ არ გათბება, ანუ ჩვენ ვეღარ დავივიწყებთ მოძრაობას. ღამე გაჩერების დროს არ გამოვიყენოთ. დავაჩერებთ, მაშინ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გარეთ შეიძლება არ გამოვიყენოთ ხელის მუხრუჭი. ძალიან სასარგებლო რჩევა. მაგრამ სწორი ადგილი, რელიეფი უნდა მონახოთ სწორი. თუ არის აღმართი, ჯობია მიეყინოს და ამოვწიოთ და არ მოხდეს დაგორება ან დაცურება ავტომობილის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოვამზადოთ ავტომანქანა ყინვის და თოვლის დროს. პირველ რიგში საჭიროა ზამთრის საბურავი. ზამთრის საბურავი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, წყლოვანებით, რაც შეიძლება ახალი და პროტექტორი უნდა ქონდეს საკმაოდ მაღალი, რომ მოჭიდება ქონდეს თოვლზე და რა თქმა უნდა ყინულზე. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ყინულზე მოჭიდებისთვის გათვლილი არ არის არც ერთი ზამთრის საბურავი, მას უნდა ქონდეს რკინის ეგრეთ წოდებული შიპებს რო ეძახით. მაგრამ ჩვენთან საქართველოში, მით უმეტეს თბილისში სულ რამდენიმე დღე არის წელს არის რომ გაგრძელდა უბრალოდ მოყინული გზები და თოვლი და მე მინდა რჩევა მივცე ახალბედებს, რომ ოდნა უნდა წნელა დაუშვათ საბურავებში და თუ არის დაუშვათ 2 და 2 სიტყვაზე, 1 და 6, 1 და 7-ზე ჩამოვიყვანოთ, მოჭიდება იზრდება ამ დროს და რა თქმა უნდა უსაფრთხო ხდება. თუმცა როგორც კი გადავლახავთ ჩვენ აი ამ მოყინულ ადგილს და გადავლოთ მშრალ გზის საფარზე, აუცილებლად უნდა დავუმატოთ ისევ წნევა, რადგან მდგრადობა გაიზარდება. ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქარე მინის ყინვაგამძლე სითხის გამოყენება. თუ შეიძლება რომ მაინც პრობლემის წინაშე დავდგეთ. კი ბატონო, აუცილებელი არის სითხე, გამოვიყენოთ ჩვენი ავტომობილის ავში, რომელიც წმინდავს, უბრალოდ ასხავს წინა და უკანა საქარე მინაზე, აუცილებლად უნდა იყოს ყინვაგამძლე, მაგრამ ჩვენ თუ მას გავაზავებთ იმ პროპორციით, რომ 5 გრადუსზე დაბლა შეიძლება დადგეს, მაშინ რა თქმა უნდა, -7-ზე, -8 გრადუსზე თუ წავალთ ჩვენ მაღალმთიან რაიონში, აუცილებლად გაყინავს და გაიყინება მთელი მაგისტრალი და პრობლემის წინაშე დავდგებით. ამიტომ რჩევა იქნება -15 გრადუსზე ნაკლები არ გამოვიყენოთ. ყველაზე გავრცელებული პრობლემა ზამთრის პერიოდში არის, როდესაც დილით მანქანა შეიძლება ვერ დავქოქოთ. როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემა ავირიძოთ თავიდან? ჯერ უნდა გავიგოთ მიზეზი, ანუ რატომ არ იქოქება ძრავა. ეს შეიძლება იყოს სქელი ზეთი, შეიძლება იყოს ძალიან სუსტი ბატარეას ვეძახი აკუმულატორს და ამის შემდეგ თუ ეს ყველაფერი ამოვხერეთ და აუცილებლად უნდა დაიქოვოს. თუ მექანიკური პრობლემა არ აქვს ძრავს
და მე მინდა რჩევა მისცე ყველას, რომ აუცილებლად ისეთი გამოიყენონ მით უმეტეს ზამთარში, რომელიც აწერია ინსტრუქციაში არის, დაუშვათ არის 0W20, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაასხან 5W40. ეს არის დაახლოებით 4-5 საფეხურით უფრო სქელი ზეთი და ზამთარში დაქოქვის მომენტში, სანამ გათბება ძრავა, მაშინ ცვდება დეტალები. რაც შეეხება აკუმულატორს, აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენ შემოდგომაზე უნდა თადარიგი დავიჭიროთ, რომ ჩვენი აკუმულატორი უნდა იყოს დამუხტული, უნდა იყოს ნორმალურ მდგომარეობაში, თორემ ზამთარში ისედაც მას სიცივე ართმევს ენერგიას და მე პრობლემებს შეგვიქმნის აუცილებლად. და ბოლოს გადავიდეთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე ზამთრის პერიოდში. ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება იმის გამო, რომ ადამიანი უშვებს, ანუ ძღოლი ახალბედა უშვებს შეცდომას და ის მკვეთრად ამოხრუჭებს მოკინულ გზაზე. ჩვენ თუ აღჭურვილი ვართ ისეთ საბურავით, რომელიც შესაბამისი არის იმ კლიმატური პირობების დროს, აუცილებლად უნდა მოხდეს არამკვეთრი დამოხრუჭება და არამკვეთრი მანევრი, ეს აგვაცილებს თავიდან უბედურ შემთხვევას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ აუცილებელია ამინდის გაუარესებას მომზადებულები შევხვდეთ, რომ თავიდან ავირიდოთ ავტოსაგზაო შემთხვევები.